მშვიდობა თქვენ და მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. როგორც უნდა მამა გაბრიელი იტყოდა ხოლმე, მაღაზიო უფალზე თუ საუბრობ და საღვთისმეტყველო თემებზე ჯობია გამოისახო პირჯვარიო და თქვენ სახელით და მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა და ამინო. რომ უფალი გასაუბრებდესო, გალაპარაკებდესო. ეხლა მამავები როცა ქადაგებენ ამბიოზე ამის ბოლოს ამბობენ ხოლმე. ღმერთი ლაპარაკოს მოკატი პირით ასე რომ თქვა ამბიონი და აკერის ხალხს უფალი უნდა გალაპარაკებდეს ასე რომ თქვა და აი წინა გაბრიელ ქიქოძე როგორც აკეთებდა მამის მერი ამბობდა ხოლმე ხო და რატო ისე თქმა მინდოდა ეხლა მე რომ სამწუხაროდ გუში ვერ ჩავწერე მინდოდა რაღაც პრობლემები მქონდა ვერ ჩავწერე ახალი წლის მოლოცვა მინდოდა საერო ახალი წლის მოლოცვა და ხა რაზეა საუბარი აი დღევანდელ დღესაც მინდა შევეხო ბედის ერას ასე რომ ვთქვათ ვითომ ბედის ერას ასე რომ ვთქვათ ახალ წელს ამდენად მართებულია მილოცვა არ მილოცვა და მინდა თან მამა გაბრიელის ეპიზოდები გავისწროთ მისი ცხოვრებიდან და მისი სწავლებები რომ ის იყო მრავალფეროვნება რო იყოს მრავალფეროვნება სხვადასხვა სასოფლოშიც ზოგმა რო იცის ხოლმე სულ ნეტარება რო არისო ესეც მოსაბეზრებელი არის რასისულელი იმიტომ რომ თან უფრო მეტად იზრდება ერთ ადგილას კი არ არის ეგ სული აი რაც უნდა ღმერთთან რამდენი არის ხო სასწავლი გინდა ანგელოზების მიერ და გინდა წმინდანების მიერ ხო სული ასე მიდის უზომოდ გაზდა რა ჭრიდაში მიეცემია სხვადასხვა ენერგიებითაც ღვთის ენერგიებთან უკავშირდებიან ღვთის ენერგიებს თავარია ჭრიდა იქ რა თქმა უნდა და უფრო მეტ სიმაღლეებზე ადიან ნეტარების ხრივ ამბობდა იქ როგორც წმინდანები ამბობენ წმინდანები ხარობენ ანგელოზების ნათლით და ანგელოზები ხარობენ წმინდანების გამხდობით ასე რომ ვთქვათ ხო და აქვე ვიტყვი რომ მამა გაბრიელს ერთხელ შევიკითხე მამა გაბრიელი მეთქი რომელი უფრო მეტია მეთქი წმინდანი თუ ანგელოზი მეთქი და მახაზე როგორც სადა დედამიწა ისია განსხვავებაო და მე წავიკითხე წმინდა გრიგოლი პალამა წმინდა ეფრემასური რას როგორ წერენ რა განსხვავება სიძლიერის ხრივ ამბობდა ხარისხის მიხედვით ანგელოზი ბევრად წმინდა არის და ბევრად სულთა არის და არსებითო წმინდა უწერიათ გრიგოლი პალამას და ეფრემასურს რომ არსებითო ანგელოზი ბევრად აღმატებული ადამიანზე მაგრამ მადლით აი მაგალითად იმიტომ რომ ადამიანის ბუნება და დაბალია ანგელოზზე მაგრამ ადამიანი რახან ღმერთთან შეერთდა აი ზიარებით ღვთისწყალობა არის რომ ღმერთი მოვიდა და კაცი გახდა ხო ასე რომ ვთქვა და ღმერთთან თანაზიარობით უკვე ადამიანი აღმატებული ანგელოზია წარმოქმნილი აღმატებული გამოდის ანგელოზის დამხელა ღვთისწყალობა ხო თუ ცხონდებით რა თქმა უნდა თორე ანგელოზები აქაც წმინდანებსაც ჯიდნენ გარკვეული პერიოდი ხო ვინც არ უჯერებდა ხო მაგრამ თუ განიხდებოდა სასופროში მოხდებოდა უკვე ანგელოზები დიდებიც არიან ასე რომ ვთქვა აი როგორი რაღაცა იცით შედარება რო გავაკეთოთ ეხა ადამიანს მონათულ ადამიანს პავლე ანგელოზის ხო დაყვება და გვერდზე ხო არის გვერდზე ხო უდგას მარჯვენა მხარეს ხა წარმოიდგინეთ რომელი უფრო ძლიერია ანგელოზი თუ ადამიანი თავისთავად ანგელოზი ბევრად ძლიერია მაგრამ ადამიანი უფრო პარტივშია და ადამიანს ემსახურება აი როგორც მეფე და ჯარი ავიღოთ მეფე უფრო ძლიერი თუ ჯარი რა თქმა უნდა ჯარი მაგრამ მეფეს ემორჩილება ხო მაგრამ განხდობით უკვე აი რახან ქრისტესთან თანაზიარება მადლით ხდება უბრალოდ ანგელოზი დიდი და არა თავის ბუნებით იმიტომ რომ ანგელოზი ადამიანი უფრო გაცილებით დაბალი ხარისხის იყო და იმიტომ დაურგო ხმელთა ხელშეცნობის და ხესიცოცხლის ხო იმიტომ რომ ესწავლებინა და ანგელოზი მაგი არ ჭირდებოდა იმან თავიდან ბოლომდე იცოდა რასაც აკეთებდა და იმიტომ იყო ყისიერი დაცემა სხვათა შორის ერთხელ მაინც დაუშვა უფალმა სამოთხეში რო შესულიყო ანგელოზი რომ გახსენებოდა ის ნეტარება რაც დაკარგა იმის მერე დაიწყება უკვე ხო ხდებით ხო და ადამიანი სუსტი რო იყო უნდა ესწავლებინა ჯერ სიყვარული უნდა სიყვარული რომ ისულიყო ჯერ ამის და მარხვა რომ მორჩილება შეესრულებინა და ესე როგორი რაღაცა იცით ადამიანს სიყვარული დაკარგა მორჩილება დაარღვია და მერე მარხვა გატეხა ხო ამიტომ არის მორჩილა მაინც მარხვაზე მეტი თუ აი მაგალითად როგორი რაღაცა ვთქვათ სულიერი მოძღვარი რო გეტყვის მარხვაში ვთქვათ სიტყვაზე ხორჭი ჭამა უნდა ჭამა მაგრამ მორჩილება უფრო მეტია მარხვაზე ხო აი მეხუთით აი სიყვარულს მოაგდა მორჩილება დაარღვია მარხვა გატეხა ეს საფეხურად რო ვთქვათ რა ასე რომ ხო საერთოდ მაგრამ მინდა რომ გავიხსენოთ ამ მამა გაბრიელის ეპიზოდები და მინდა საინტერესო გავხადო რა ხო და
აი საერო საერო საეკლესიო წელიწადს გილოცავ ჩემო ძვირფასობა, აი ყველაფერს საუკეთეს გისურვებთ. მართო ყველაკეთილი სურვილები შეგისურვოს აწიგებ ჩაფიქრებულები. საქართველოს მალე გავრწინებული გვენახოს და გამთლიანებული და როგორც მამაგაბელი ამბობდა მალე იქნება საქართველოს ნიკოპსიდან და რუბანდამდისო. და სხვადასხვა იმასაც ამბობდა საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, უფალისნება იყოს გულის ხელშია ყველაფერი და ამინ იყოს ასე რომ ვთქვათ. აი ეხლა მინდა თან არ მინდა ჩემი აზრები მოგახვიოთ, გავიხსენებ წმინდა მამა გაბრიელის მომენტებს, ეპიზოდებს, ცხოვრების ეპიზოდებს და აგრეთვე წმინდა მამის სწავლებებს. მინდა რომ შევეხო იულისის კალენდარს, აი რა განსხვავება გრიგორიულ კალენდართან დაკავშირებით და დღევანდელ ბედისწერასთან დაკავშირებით, ხო? ბედს ჩვენ თვითონ ვქნით ამალხაზი ბედისწერა არსებობს, თუ ბედისწერა არსებობს, მაშინ ღმერთმა რატომ უნდა განმიკითხოს? ხო და მთელი ცხოვრება არის კიბეო ასვლა და ჩასვლა არისო. როგორც სივილიო გზაც ისეთი გექნებაო. ესე წარმოგიდგენ ხოლმე სწორი ნათქვამი მე თუ ბედისწერა არსებობს, მაშინ ღმერთმა რატომ უნდა განმიკითხოს, თუ ასე მეწერაო. ხო მე ზოგმა კიდე ისიც არის თუ დაწერილია ეს მაშინ ასე ასხმოდა უბრალოდ საქმე იმაშია რომ უფალმა შენი და თავისუფალინებით იცოდა რას იზამდი აი ესეთი რაღაცა მითხრა მაგრამ რა არის ღვთისნება ღვთისდაშვება და ღვთისგანგებაო აი ღვთისდაშვება იცი რა არისო აი რა ღმერთს რასაც უნდა იმას რო გაკეთებინებსო შენს და ბოროტსა რასაც უნდა იმას რო აკეთებსო ღვთისნებაო არისო თვითონ რასაც უნდა იმას რო აკეთებსო ჩვენო და ბოროტები ყველა შეკრულები ვართ ჩვენ უკვე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ აი ღვთისნება არისო თუნდაც სოდომ გომორიო დაანგრია უფალ ეს აქედან და უფალს რომ ცოდები აღმოეფხრო და უფალ ცოდის უფლის ნება ყოველთვის კარგი არგო და ყველა წმინდანს შეულიაოთ ხოლოს და უფალი გაგებინებს წმინდანებს აგებინებს ღვთისნებას ღვთისგანგებას ვერ ჩაწუხებაო აი ღვთისგანგება არის რა არის იგივე განჩინებაო აი ხან ნებას რო შემოუშვებსო ხან დაშვებასო ესე იგი რომლის აკონტროლოს საყოველებას ერთად ღმერთ შეუულია ეხლა თქვათ აქ მე ჩვენ ვილოცოთ რაღაცა წვიმა მოვიდეს თუ არ მოვიდეს ვიღაცა კიდე ცალკე იგლოცულობს ეხლა რამდენი ქსელებია ხო შემთხვევით არ არსებობს ერთი პროტონი ნეიტრონის შემთხვევით რომ მოტრიალდეს ხო შეიძლება მთელი ქაოსი გამოიწვიოს რა და წარმოგიდგენთ ამხელა დიდია უფალი ყველაფერს რო აკონტროლებს რა დიდება უფალს ხო ეხლა მაგალითად ეხლა ჯერ ვიტყვი წმინდა იოანე ოქროპირი რას ამბობს ბედის წერასთან დაკავშირებით სათვალეს გამოვიყენებ შორს კი ვარ ტყვიაში მაგრამ ახლოდან შორს კი ხედავს ხვებს ხედავ უფრო ჩემ თავს ვერ ხედავ ეს არის უბედურება სამით აი ბედის წერაზე რას ამბობს იოანე ოქროპირი აი ნახეთ როგორი რაგაი სიტყვებია თუ არსებობს ბედის წერა მაშინ არ არის სამართალი თუ არსებობს ბედის წერა მაშინ არ არის რწმენა თუ არსებობს ბედის წერა მაშინ არ არის ღმერთი თუ არსებობს ბედის წერა მაშინ არ არის არც სათნოება არც ცოდვა თუ არსებობს ბედის წერა მაშინ ყველაფერი ამაოა უსარგებლოდ მაკეთებდა ვითმეთ ყველაფერი წმინდა იოანე ოქროპირი მაგრამ ხოლმე ლამაზი სიტყვებია ბედის წერას მართლა ჩვენ თვითონ ვქნით და ბედი რასაც შეეხება ხო თქვი ბედი არის ბედი გააჩინე ახლა როგორ ვიტყვი ბედი არსებობს ოღონდ რა კუთხით უყურეთ მე რო დამებედა ბედო ესე კაცა დავიბადე ზოგი ქალა და ეს დაებედა დანარჩენ უკვე არაფერი აი ეს ნამდვილად დაგვებედა ზოგ კაცად დედაკაც უფრო შემისალა დედაკაცად გააჩინე ზოგი მამაკაცად რატომ ამბობ კაცებს ზოგი გონია კაცთან დაკავშირებითაც ვიტყვი ეს სიტყვას კაცს გონია ყველას კაცის გამოხატველი როა და არ არის მას კაცი აი ბემარიცის და მაინც ვიტყვი ამაზე რომ კაცი ნიშნავს აი შედგება ცისკა აი ეს ორი სიტყვის მნიშვნელობა ესე ზეციდან მოსულ ღვთის ხატებას ნიშნავს ეს კაცი ნიშნავს ღვთის ხატებას ზეციდან მოსულს რო და ბემარიცის და იმიტომ ამბობ რა ადამიანი ბევრად აღემატება ხო თქვი ანგელოზზე იმიტომ რომ ღვთის ღმერთთან შეერთებით არის თორე ბუნებით ანგელოზი უფრო დიდია ხო ხო კიდე ის ამახსენდა მერტმა რატო დაუშვა კიდე ის ანგელოზებზე რო საუბრობდი დაცემა ვიცი რატო დაუშვა ალხაზი დაცემიდან ჩანსო რომ ღმერთის სიდიადეო სამაგეროთო ყველა შეეძლო თავის დროზე შეენანათო წარმოგიდგენთ ესე იგი ადამიანი ლაპარაკებოდა უფალს ხო ახლა ნეტარებაში ხო და უფრო მეტი დაუშვა მე კი დაეც ადამიანი მაგრამ უფალმა ხო განჭურდეს ყველაფერი ესე უკეთესი იქნება აი სასუპოში ყოფნა უფრო დიდია წარმოგიდგენთ ადამიანი როცა ეზიარება ბევრმა არ იცის ქრისტე რო თუნდაც ქრისტეს ეზიარება ეს ამხელა დიდი ღვთისწყალობაა იცით რა ვიცი ეს რო ადამიანმა ამას ვერ გაუძლევდა პირდაპირ თვალის ნახოთ როცა ადამიანი ეზიარება ეშმაკის
ვერ ხედავს მაგასო თვალი ბიბნელდება ადამიანი როცა ეზიარებაო წარმოდით ამ ხოლმე გავწყნებული ადამიანი მე ცოდით ეცემა და მადლინერა შორდება ხო ეს არის უბედურება ხო ხო აი მაგალითად იქ უყურეთ ადამი ღმერთს ელაპარაკებოდა და აქ ზიარების დროს უკვე ღმერთი შემოდის ადამიანში რომელი უფრო მეტია რამხელა აღბატებულია ხო ხედავთ ადამიანი რა ხო და აი სხვადასხვა ბევრმა არის ეს რამდენად ხშირად უნდა ვეზიაროთ და რამდენად აი როგორი რაღაცაც ეკლესიურად ასეა რა ყოველ კვირას უნდა ეზიაროთ ესეთ ადამიანი ეხლა ყველას თავის მორჩილი ისა მოძღვარი ყავს და აი მაგალითად ვიცოდა ასეთი თქმა ზოგ ეხლა სულს ხედავ და ეს ცალკე ახლა სული მამა რო ყავს ზან ასეთი დონის მაშინ გეტყვი იმიტომ რომ ზოგს უნდა ხშირ ზიარება ზოგს ყოველ კვირა ეუბნებოდა ზოგს ეუბნებოდა ერთ-ერთი ერთხელ შენ ისე უბრალოდ მიუდგებს ლობიანები ჭამაგონიო აი ყველას თავისებურად ეუბნებოდა ხო მაგრამ ზოგადი კანონია რომ ყოველ კვირა ეზიარო ოღონდ აი როგორი რაღაცა იცით თუ სიზარმაცის გამო არ უნდა გააცნოს კაცმა 3 კვირა ჯურის კანონში სასია უზიარებელი არ უნდა დარჩეს რა ეხლა თუ ვიღაც მომბლელი ყავს ან სამსახურიდან არ გიშვი მაგი არა პრობლემა მაგრამ როცა უმიზეზოდ და სიზარმაცით აცდენ ეკლესიის ზიარებას არ ხებულობ ადამიანი რა იმიტომ მოქმედებს ჯადო ეკლესიურზე ხო ამბობთ რომ არ მოქმედებს ჯადო რა შემთხვევაში მოქმედებს ისი ჯადო 3 კვირა უკვე ეკლესიისგან დაყენებული რო ხდება ადამიანი ძალაუნებრივ თვითონ კი არის 3 კვირაში უკვე მადლიმდენა შორდება და 2 კვირის მუზიარებას ადამიანი აი სულ ერთ წმინდა მამა მიხელა უკვე შავდება სული და 3 კვირას უკვე ღმერთის და მიტოვებული ვით იქნება 3 კვირის მერე და აი მადლში რო არ ახარ ჯადო იმოქმედებს და ბორცაც არის თავისებურად ძალა ხო თორე ხა თუ მაზიარებელი ხარ ვერ გრამს ვერ გიგეთებს თუ მანამდე შემოვიდა მე როდის იქნება კიდე მაგის განსვლა ხო აი ამიტომ ყურადღება მართებს და ამ ხელა სიფრთხილე მე ზოგმა იცის რამდენჯერ უნდა ვეზიაროთ ისა რამდენი უნდა ვიმარხულოთ ზიარებიც ხო იქ საერთოდ როცა ადამიანი ყოველ 4 შაბათს პარასკევს მარხულობს ეკლესიური კანონია ჩემ მოგუნი ჩემსაც მე აქ საუბარში არ გეტყვით ჩემ იმას რა ადამიანი ზანო ყოველ ვინც 4 შაბათს პარასკევს მარხულობს ესე იგი 4 შაბათი ხო არის იუდას გაცემის და ჯვარცმის იმიტომ იმამდე გამომარხულობთ ხო ქრისტე ჯვარცმის ამ შემთხვევაში არის როგორი რაღაცა იცით არ უნდა იმარხულოს შაბათ-დღეს ადამიანმა და არც 5 შაბათი არც 3 შაბათი იმიტომ რომ ზედმეტობა არ შეიძლება მაგრამ ამ პარტამბარში შეაგდეს ადამიანს ეს როცა ერთი თვე არის ზიარება ადამიანს 2 თვე აი მაშინ არის 2 დღიანი და 3 დღიანი მარხვები ფერმა არის ისა და 3 დღე მარხულობენ და ამ დროს უფრო მეტი მოდის და ამ დროს ბერებზე მეტი მითო მაგრები მგონია და მითო მუტოლდებიან და მეტი უფრო მეტი არიან არ არის მასე რა ამ პარტამბები არის ყველაზე თავი საშინელება და ჯობია სიმდაბლით და მორჩილებით ვიყოთ ხო აი კიდე აი მინდა რომ ახალ წელთან დაკავშირებით ეხლა ვნახავ წმინდა იონე ქრუფილის სიტყვას რომ რამხელა დიდებული სიტყვას ამბობს რა ერთი წამით როდიში აი მაინც რომ ვიცოდეთ ზედმეტობა და ღრეობა არაფრით არ შეიძლება და ამაზეა საუბარი თორე ეს ერის თავრობა რომ დაუშვა ეს კალენდარი ხო ეს კეიმიეციც კეისასა კეისისა ყველა კი არ არის ერთადერთი კერპის თაყვანისცემა არ უნდა მოხდეს და ღვთაებას არ უნდა წებდნენ თაყვანს თორე არანაირი პრობლემა როცა თავრობა დაგიდგეს ახალ წელს თუნდაც ხო უკვე ეს უნდა აღნიშნო ადამიანმა მაგრამ არა ღრეობი და ზედმეტი სიმთვრალით ყველაფერს თავისი დრო აქვს ხო? აგერ პატრიარქმა აგერ ეკლესიამ აკურთხა, კი ბატონო თევზი ჭამე იმ ხიარული, მაგრამ ზედმეტი არ შეიძლება და აი კარგად ამბობს წმინდა იონე ქრუფირი და ბოდიში ერთი წუთით მოგაცდენთ. აი ნახეთ წმინდა იონე ქრუფირი რას ამბობს ახალ წელთან დაკავშირებით. ეშმაკურმა გამხიარულებამ სიცი ხალხალმა ბილსიტყვაობამ ცეკვა თამაშობდა სასაცილო მასწრობამ რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა დაატყვევა ჩვენი ქალაქი. ყველაზე მეტად წყენას მაყენებენ თამაშობები რომელიც სასტუმროებში იმართება აღსავსენი თავშეუკავლობებითა და დიდი უღირსებით რამე თუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს კითხაობენ და ფიქრობენ რომ თუ ამთვის პირველ დღეს ხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩავლის თავშეუკავლობებით კი ამიტომაც ახსავსე რომ ქალ კაცნი გათენებისას
პირთამდე აღსებენ ჭიქებს ღვინი და უზომოდ თვრებიან. ნეტერი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათვრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდაო, წარმოიდგინეთ. თუ კი შენ გსურს ამთვის პირველ დღიდან სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი. როდესაც წლის ბოლომდე მიაწე, მადლობა შეწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას. გულის შემოსრულებით გამოთვალე წლები შენი, სიცოცხლის და საკუთარ თავს უთხარი დღეები მიფრინავენ, წლები ილევა, რა სიკეთე გაქვს გაკეთებული, ესეც სიბდის მეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში, დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიძვეს არ შეეფერება წარმართულ ცნობილებისათვის რომელიც არის დამახასიათებელი. მართლაც ქრისტიანთვის გასაკვირველი და მიუტევებელია განსაკუთრებით კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისგან იმის და მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს. ავიცდება, რომ ჭეშმარიტება, ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ზრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთისნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე. მიუტევებელი ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამამდე, რაც პირწმინდად წარმართულ ჩვეულებად და სამარცხვინო. აი ზერმეტობა არაფერში არ ვარ რა. აი თუნდაც ფეხბურთის ამბავში რა კაია ხო ღარია ეს, მაგრამ აი რაზე წდება ის გულით აღდგომაზე და შობაზე მეტად რომ სხვა რაღაცებში გვაქვს ხიარულება, ეს არ არის ცუდი, ეს არის ცუდი და ნამდვილად რა. თორე ყველაფერს ზომიერება ყოველთვის მართებს და ადამიანები ვართ ხო, რაზეა ლაპარაკი. ხო. ეხლა მინდა კიდე ივლისის კალენდართან დაკავშირებით ვისაუბრო. აი რამდენად აღმატებულია გრიგორიულ კალენდართან დაკავშირებით რა. ესე იგი აი რასთან არის და რასთან გვაქვს ხა საქმე რომ მიხვდეთ რა. ესე იგი გრიგორიული კალენდარი იგივე ტროპიკული თლათ არის 26 წამია განსხვავება. აი დედამიწას ამდენად წრეს შემოარტყავს მზეს, ეს აი ზუსტად თარიღებს ეს დროს გეტყვით, ტროპიკული ვარსკვლავურის და პლუსის კალენდარი დაახლოებით 365 დღეა. მე წამებზია ლაპარაკი, მაგრამ წამებს მაინც გეტყვით ზუსტად როგორ არის, რომ მაინც რო იცოდეთ ეხლა რა შეასაქმე. ესე იგი ვარსკვლავური წელიწადის დრო 365 დღე და 25636 მთელი ის არის დრო დაჭირდება რა. დედამიწა რო წრეს შემოვარტყას მზეს. აქ ვარსკვლავური გულისხმობა ვარსკვლავების ფონზე. ვიხდით როგორი რაღაცა. ტროპიკული გრიგორიანული კალენდარია უშუალოდ მზეს რო შემოარტყავს დედამიწა. და ივლისის კალენდარი რა არის? უყურეთ, ესე იგი ტროპიკული კალენდართან შედარებით, ესე იგი ვარსკვლავური კალენდარი 20 წუთით მეტია და ივლისის კალენდარი 11 წუთით მეტია იმასთან დაკავშირებით, ტროპიკულ კალენდართან დაკავშირებით. აი ეს 11 წუთი, რომელიც თითქოს მეტი იყო, აი ეს რო დაგროვდა, იმიტომ დაგროვდა ეს 13 დღე. მაგრამ თქვენ დავუძულო დღეების მიხედვით რა ყოფილიყო ეს და არა რიცხვების მიხედვით, ხო? აი ეს როგორი რაღაცა ის, აი მარტივად რო ახსნათ რა. აი როგორ ახსნა, აი მაგალითად აღდგომა დღეს, თქვათ დღე იყო გრიგორიული კალენდარით იყო თქვათ 1 აპრილი. თქვათ რომ ქრისტეს ტრებაც რომ ვითომ ეს წყლის დღეს გამოაცხადეს და ვიცოდით ხოლმე დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილია ხო? ეს ქრისტეს დაუპირისპირდნენ ამით რომ ვითომ ქრისტე არ ამდგარა წყლის დღეს გამოაცხადეს ხო? აი თქვათ 1 აპრილი ხო? სხვადასხვა წმინდა იონი კირილო იერუსალიმი ამბობს რომ ქრისტე 25 დეკემბერს დაიბადა და 4 შაბათ დღეს ეს წმინდა კირილო იერუსალიმის ნათქვამია. და ზოგმა რო იცის ხოლმე ეს 25 დეკემბერს არ მოხტარა და გამხელასისული ხა წარმოიდგინეთ მთელი წმინდა მამები მოსაბაძე ღვთისმშობელმა მაგრამ სრულყოფილად 9 თვე მუცელში ატარა მაცხოვარი ხო? არც მეტი არც ნაკლები. სრულყოფილი ღმერთი იყო, სრულყოფილი კაცი იყო და არც ნაკლოვანი იყო და არც ზედმეტი არ იყო ხო? ესე რომ აი 25 მარტს რო იყო ხარება დაუმართ თქვა დავდაცული 9 თვე და გამოდის 25 ხო? რაც უნდა ეხლა ალბათ თან დაემთხვა ზუსტად კი არ დაემთხვა უფალი არის თვითონ დროის და შამის განსაზღვრელი იყო 25 ზის თვითონ ღვთაება რო იყო და ნათელის თვითონ ქრისტიან ნათელი ასე რომ თქვა შემთხვევით ხო არ არსებობს და მაგით ვამბობ ამ ყველაფერს ხო და ახლა უყურეთ როგორი რაღაცაა ჩვენ რო დღეს ავსწავლოთ 1 აპრილი აღდგომა დღეს წელიწადში всё და მორჩა რამხელა სისულელე გამოდის ამდოს დღესთან დაკავშირებით კი არა ღმერთმა ნახეთ შექმნა ადამიანის სამყაროს ოქმნიდა იყო ნათელი იყო 1 დღე ღამე და წუხრი ხო ეს დღეების მიხედვით 6 დღეში შექმნა ყველაფერი მე 7 დღეს დაისვენა და ამ დღეების მიხედვით უნდა ვის დღეს ასწავლოთ და არა რიცხვების მიხედვით თუ ვერ მივხვდით რაზე ლაპარაკი აი მაშინ აგესნით კიდე აღდგომა გავშინდება მთვარის ფაზებს. მთვარის ფაზები არ არის გათვალისწინებული
არც გრიგორული კალენდარში და სხვათა შორის არც იულისური კალენდარში. იულისური კალენდარი უფრო სწორია სამ მიმართებაში. უყურეთ, ესე იგი ვარსკვლავური კალენდარი ხო არის 20 წუთით მეტი გრიგორიულზე. ეს იულისური კალენდარი არის 11 წუთით მეტი. ეს შუალედურია. ესე იგი იულისური კალენდარი მოიცავს ვარსკვლავური კალენდარსაც და ტროპიკული მზის კალენდარსაც. მიხდით, აი სრულყოფილია უფრო რა. თორე რო ვთქვა რომ გრიგორიული კალენდარი არ არის სწორი, მასიც არ არის სწორი, იმიტომ გააჩნია რის მიმართებაში, რასთან მიმართებაში. გრიგორიული კალენდარი სწორია, ოღონდ მზის მიმართებაში. პრობლემა კი არ არის. მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ვიდღესასწავლოთ? ჩვენ დღეების მიხედვით უნდა ვისასწავლოთ და არა რიცხვების მიხედვით. თუ ვერ მივხვდით რაზე ლაპარაკი, ხო? ხო და მაგრამ კიდე აი ჩვენ რო ვამბობთ იმასაც არასწორად ვამბობთ სხვათა შორის აი იულისის კალენდარი ეკლესიური კალენდარი არც მაგია სწორი რა ეკლესიური კალენდარი კიდე მეტია ეს ეკლესიური კალენდარი ეს იულისის კალენდარი გამოიყენა და დაამატა მთვარის ფაზები აი მთვარის ფაზებთან დაკავშირებული ეს ხო არის მოძრავი დღესასწაულები და უძრავი დღესასწაულები მოძრავი არის მაგალითად ასე იგი აღდგომა ამაღლება სულთმოფენობა აბა ეს რომელი რიცხვით აღნიშნოთ აბა აი ხო არიან მაგრები და ჭკვიანები. აი რანაირად უნდა აღვნიშნოთ. მზის ფაზებს უკავშირდება, მთვარის ფაზებს უკავშირდება. სავსე მთვარეს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. აი როგორი რაღაცა გითხრათ, იცით, სავსე მთვარე, აღდგომა როგორ როდის არის, როცა ბუნიანობა ხდება ხოლმე გაზაფხულზე, ხო? სავსე მთვარეობა როა, პირველი კვირა არის აღდგომა დღე. და აი უფრო გასაგები კიდე რო იყოს, უყურეთ. აი მაგალითად არის ინდუქტიონი არის 532 წელი ეს რას ნიშნავს აი მზის კალენდარს აქვს 28 წელი მთვარის ფაზას არის ფაზაზე 19 წელი აი ეს ციკლი რომ მიდის 28 წლიანი და 19 წლიანი მთვარის ჩვენ იგივე ჩვენი დროით 19 წელი მაშინ ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ აღდგომას უკავშირდება სამს მთვარეობას და უბრალოდ ერთი კვირის მერე იმიტომ რომ არ უნდა და ეს მივიდეს არც არ უნდა დაემთხვეს იუდაიზმური იმაში რა ქვია კალენდართან, იმიტომ რომ თუ დაემთხვა კვირა დღეს თუ დაემთხვა, ხო მაშინ ერთი კვირით გადაიწევა აღდგომა. ან არც უნდა მანამდე უნდა მოხდეს. ეხლა რა შეასახმე? სამსო თვარეობის დროს ეს ისე იგი ებრაელები გამოვიდნენ ეგვიპტის ტყვეობიდან. და ეს იყო აღსანიშნავი იმ დღეს მოხდა იმ თვარის სამსო თვარეობას და თვითონ მაცხოვარმა უკვე რა ხდა, უკვე ჩვენ ესე იგი ცოდებიდან გამოგვიყვანა, ხო? უკვე ეს უფრო ქრონოლოგიურად უკვე სხვა მერე მოხდა. არ შეიძლება დამთხევა ან მანამდე გაუსრო. გამოხსნა მოხდა და მერე გამოიყვანა. მიხვდით ლოგიკურად ეკლესიური ამაში ვაფშე აბსურდი ხდება რა და სისულელეა რა მოკლედ რა ასე რომ ვთქვა რა. და ამიტომ ეს ეკლესიური კალენდარი იულისური კალენდარზეც მეტია. მოიცვა იულისური კალენდარი თვარის ფაზების ჩაანაცვლა. აი მარტივად რომ მეთქვა რა ვიცი მეტი რანაირად აგიხსნათ რა ვერ ხვდები. თორე თავის მიმართებაში ყველა სწორია. ხვდებით. აი მაგალითად აი ბაბილონშიც იყო ეს კალენდარი. ოღონდ ეს კალენდარი არა განსხვავებული კალენდარი და უფრო მიახლოებული იყო ეგვიპტის კალენდარი იყო ნილოსის კალენდარი უფრო მიახლოებული იყო იმასთან რა ქვია აი იულისის კალენდართან დაკავშირებით. აი მაგათ არ ქონდათ რა იცი დღეები ლეპტონი რო არის. აი მაგალითად 29 თებერვალი 4 წელიწადში ერთხელ რო არის ის გამოკლებული ქონდა. უფრო მიახლოებული იყო ეგვიპტურ კალენდართან ახლოს იყო ეს და ეს მოხდა 55 წელს ხო იულისის კეისარმა მოიწვია სოზიგენე ეს იყო ასტრონომი და იქიდან მოხდა ეს ყველაფერი ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა მინდა ერთი რაღაცა კიდევ ვიპოვო. აი უყურეთ როგორი რაღაცა. აი სხვათა შორის ეს ბევრმა არ იცის და ხო და ეს მოხდა 5000 ესე იგი 1592 წელს ხო მოხდა და სხვათა შორის პატრიარქი ირინეუსი იყო რომელმაც მოიწვია კრება და საეკლესიო კრებამაც ისაქნა რა ქვია უარყო ეს გრიგორიული კალენდარი ასე რომ ვთქვათ. ხო და ეკლესიის მორჩილება უფრო მეტია რა კიდე რო იცოდეთ და თან 365 წელს ნიკეს პირველ კრებაზე დამტკიცდა და ანათემას გადაეცა ვინც ახალ კალენდარს შემოიღებდა. კიდე მაგარი სისულელე დაემართათ კიდე ესე იგი გამოუცვალეს ის ინდუქტიური ხო 532 წელი ეს რას ნიშნავდა იცით მე რო ახსენე ფაზები თვალის ფაზა და 28 წელი მზის ფაზები ეს რას ნიშნავდა იცით მარტივად რო ავიღოთ აი ვთქვათ 3 მარტი თუ არის სამშაბათი 28 წლის მერეც იგივე სამშაბათი აი მზის ფაზა მაგას ნიშნავს და აი მზის ფაზები გამრავლებული თვალის ფაზებთან
ეს ხდებოდა 532 წელს 532 წელი მათ აი 532 წელს სულ წნულად ერთმანეთს ემთხვეოდა თვალის ბაზები და მზის ბაზები მიხდით როგორი არის ეს ამიტომ არის ამას ქვია დიდი ინდიქტიონი რა პატარა ცირე ინდიქტიონი ეს ქრონიკონი და პატარა ინდიქტიონი ცირე ინდიქტიონი არის 15 წლიანი ფაზა რა ასე რომ ვთქვათ რიგითობა წელიწადის აი მაგალითად უყურეთ როგორი რაღაცა მოხდა აი როგორი რაღაცა მინდა გითხრათ უყურე წლები ზუსტად არ მახსოვდა და იმიტომ ნახეთ აი ეს როცა შეცვალეს უყურე ნახეთ როგორი რაღაცა აგორე და როგორი საზომით იზრდება მაშინ ერთი დღე აი ნახეთ როგორი რაღაც ხდება და უწოდა ღმერთმა ნათესა დღე და ბნელსა უწოდა ღამე და იქნა წუხრი და იქნა განთია დღე ერთი და იქნა წუხრი და იქნა განთია ეს რას ვისაუბრე დღეების მიხედვით რომ უნდა იყოს და არ რიცხვების მიხედვით სად გაქრათ 13 წუხრი და 13 განთიადი ათუ 13 დღე პასუხი სავალალო ეს დღეები რომის პაპა გრიგოლ მე-13-მ შესწირა რაციონალისტური აზროვნებას ჰქონდა თუ არა მას ასეთი ხელშეწირის უფლება ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტად შევა დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ სხვებს დიდი ზაზეიმითა და კარნავალებს წირავს. გრიგოლ სტილს ვერ მიუსწრდა ქრისტიანულ პასკის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასეკამდე დღესასწაულს. აი ეს უკვე არაფრით არ შეიძლებოდა. დარღვევაა და რატო გვეუბნებია რომ დაარღვიეთო, რა ხოლე სისულელია, ხო? ასე მოხდა უკვე რამდენჯერ ციფრები მინდა შევხედე ამას ვერ დავიზაპირებდი, ბევრია უყურეთ. ასე მოხდა 1864 წელს 1872 წელს 1893 წლებში 1850 წლიდან 1950 წლამდე წარმოიდგინეთ 15 წელი ესე იგი 15 ასე შემთხვევა მოხდა კიდე ხოლო 1891 წელს და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაარსეს პასექს 1805 წელს 1825 წელს 1903 წელს 1927 წელს 1991 წლებში წარმოიდგინეთ ამ ხელა იდიოტიზმია მართლა რა და არ დაგვაუწეს ისიც რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე ივლისის კანედით ცხოვრობდა დედამიწაზე არა ჩათვალა საჭიროება მისი შეცვლა მაშინ ქრისტესთან გუჩიბლო რა სისულელია ქრისტემ დააწესა და მაშინ ქრისტე შეცვლიდა თვითონ ებრაული დღესასწაულის აღნიშნავდა ზუსტად ჩვენი კალენდრით ხო ასე რომ ვთქვათ მე უყურეთ ეს კრება მე დაადგინა უბრალოდ მოდით ჩაუკვირდეთ რა აწუხებათ იმ ადამიანებს რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებლური საეკლესიო კანედრის შეცვლას რა ინტერესები ამოძრავებდათ მათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადის საეკლესიო დღესასწაულები როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიული კალენდრით ანუ ახალი სტილით ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს შობა ახალ წელს ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს რაც ხელს უშლის მათ ზეიმს ასევე აღდგომასთან დაკავშირებით ჭეშმარიტების საკითხი რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას. ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგელოყოფილი აქვთ. მოკლედ სახეზე ეშმაკის კიდევ ერთი მსაკრული ხერხი. ზერელი და ნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცნოს ეკლესია ჭეშმარიტების გზას, აურიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა. ახალი სტილი შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნებებს და ამით გაუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თვით ქრისტეა რომელიც გზის დაგწყალობს თვის და მათ და კაცმოყარებით აზდამარეზი და უკუნისამდე ამინ აი რამხელა დიდებულის არის რა ხო და მარტივად არის და რატო ართულეთ ვერ ხდები და თან უყურეთ სასაცილო რა არის რუსულ კანონს არა რუსულ კანონს და ლენინმა შემოიტანა ეს 1923 წელს და რამის მახვილთა და ცეცხლით რო დააწესა აქა ხო და მაგრამ ჩვენ მამა პაპა მაინც ინარჩუნებდნენ ინძველწეს ესე იგი ნამდვილად არა რუსულ კანონს ამიტომ გავაუქმოთ ეს დეგენერატული რუსული კანონი და მივიღოთ ძველად რაც იყო ამიტომ 7 რომ მოვა მაშინ არის ზუსტად 25 დეკემბერი ეს ახალი სტილი მოხსნათ აი მაშინ იქნება ზუსტად არა რუსულ კანონს რა თუ მასეა რა რა გიხსნათ ამას ხონენად რო ხდებინა აი ხომ მამა გაბრიელზე გავიხსენებ კიდე რაღაც მომენტებს რაც რო გაგახალისოთ აი მაგალითად ესა არულად ვიტყვი რა ბოდიში რომ საინტერესო რო იყოს ასე რომ რა ოფერონება ჩავთვალ
ერთხელ ჩემი ახლობელი იყო ერთი ნინო პაპაშვილი, ერთად მივდივართ გზაზე მამა გაბრიელთან და ვეუბნები ნინოს ასეთ რა, ნინო მეუბნება მალხაზი, აი ტელევიზორის ყურებაო თუ არისო ცუდო, იმიტომ რომ მე რა ვიცი ოჯახში რო უყურებო, ყველა უყურებსო და ძალაუნებად უყურებ, მე არ მიყვარსო და მე ვთქვა რა ვიცი ნინო მე კი უყურებ მეთქი ტელევიზორს მეთქი, რა პრობლემაა მეთქი, მაგრამ მე მაშინ მიყვარდა კარატე ჩხუბებს უყურებდი რაღაცას, ჩართული ვიყავ იმაში და მივედით მამა გაბრიელთან, ისე რა არაფერი არ გუთხრია ხა მამა გაბრიელთან და მეუბნება რა რო შევედით თუ არა და ნინო ამას უნება, ნინო განა ტელევიზორის ყურება ცოდვა არისო. ესე იგი ზედმეტობაში ნუხარო რა და უყურებ რა პრობლემა არისო და მე ამას მე მომიტყდა და მიყვარდა და მეუბნება მალხაზი ეშმაკ შეუყრიხარო რომ შენ ტელევიზორს უყურებ. წარმოიდგინე სხვადასხვა გითხრა და ეშმაკის სცენებაზე სხვადასხვა შორის აქ ნახმები პიჯვარი გამოისახეო რომ მაგის სახელს რო ახსენებ აი რომ დამიძახე მეც მოვედი. ამიტომ ზოგჯერ მოგხსენებ უკვე ბოროტის სახელს კი არა თვითონ იმას ვიტყვი რა არს ვიღაც არის და ბოროტებით ამ კუთხით შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ სახელი არ დაუძახო თორე მოდისო და ამიტომ პიჯვარი გამოისახე ხოლმე. ეს მამაკები მასწავლა. ხო და აი კიდე ასეთი რაღაცა რომ ერთხელ ვკითხე მამა გაბრიელთან აი რა მოხდებოდა მეთქი რომ ღვთისმშობელს ეკადაგა საქართველოს ხო მოვიდა წილი გასაგებია რომ დროც მოვიდა რომ წასული ამ ქვეყნიდან მაგრამ თავიდან რო წილი რომ მოვიდა რა მოხდებოდა რომ ეკადაგა საქართველოში მეთქი და მალხაზი არ შეიძლებოდა ის ხო თეთუფალი იყო ცის და ქვეყნისო და არ უნდა რომ მის დედას კარდაკარეულო წარმოიდგინე ხელა სიბზნეა და ისე მალხაზი რომ იცოდე როცა ფილოსოფოსობა დაგჭირდება მართლმადიდებლობაში სარწმუნოებაში ჩვენ სარწმუნოებაში იცოდე ის ბოროტისგან არის ქრისტე მარტივი და უბრალო იყო შენ გულში ურტყამს მარტივად არის ყველაფერი რა უნდა სირთულეები ასე რომ თქვა რა ხო და აი თქვა უნდა მამა გაბრიელი მეთქი ხარ ქრისტე ღვთისმშობელზე დიდია მეთქი მაგრამ ღვთისმშობლის სახეს ზუსტად აი ხოლმე მართლმადიდებლო ხატებს ის ხატებს ისეთ სახეს ვერ გებულოს ღვთისმშობელი მეთქი და თან ჯვრის სახესაც ვერ გებულოს ჯვარცმის სახეს ხო ხო და თვითონ ქრისტე ხო ღვთისმშობლის დიდი და რანაირად ანუ ამის სახეს რაფერ გებულოს ბოროტი მეთქი მამა გაბრიელი მეთქი და ეს ისე როგორ არისო ჯვარი ხო არის და უფალმაო ნახე და ისა თავის თავზე დაუშავრო ნერწყვდნენო და ცემნენო, მაგრამ არ მისცემს უფალი იმის ნებასო ვინმეს რომ ვინმე მის დედას მიემსგავსოსო. აი ნახეთ რა მარტივად და სასწაულად მითხრა. ერთხელ აი სხვათა შორის საზღვრებისგან მინდა ვისაუბრო რა საინტერესო თემა არის ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანი რო გარდაიცვლება ასე ვიცოდი ყოველ შემთხვევაში თეოდორე სიზმანი მქონდა წაკითხული და 21 საფეხურს გადის ზოგადად 20 საზღვრები ეწერა ზოგ თარგმანში და საზღვრების მერე მე-40 დღეა და გამგიკითხავს ხო მოკლედ როგორც არის ვასილი ახლის ცხოვრებაში და მე ეს წავიკითხე რაღაცნაირად არ მომეწონა რა უყურეთ კითხულად მაგრამ ეკლესიურად რატოღაც ვიცოდი რომ ორი დღე სადაც ესე იგი ორი დღე როცა გარდაიცვალა და სადაც გინდა იქ ახლა ორი დღის მერე მესამე დღეს აღიყვანების ზეცად რომ ზავსად აღდგომილი ქრისტესი მე ხარ მე-9 დღემდე იქა და მე მე-9 და მიდიხარ მე-40 დღეს ჯოჯოხეთში თქვა ადამიანი ხო რომ კერჩიანბროდ გაჩვენები რა ყველაფერს საცალებს და მე ამოდიხარ და მე-40 დღეს არის სასამართლო ხო და ეს რომ ვიცოდი მეთქი თუ 21 საფეხურს ვერ გადის მეთქი მე-9 დღე და მესამე და მე-9 დღემდე რაფერ არის მეთქი მაშინ 60-ში მეთქი რაფერ სრულდება მეთქი და ვერ მივხვდი და რამდენიმე სასულიერო რო გითხე ვერავინ ვერ მითხრა ამას არგუმენტად ვეუბნებოდი ვერ პასუხობდი მეთქი თუ იქ ვერ ავდივარ ერთ საზღვერში მაშინ რაფერ უნდა ასრულდეს მე-3 დღე და მე-9 დღის ნეტარება მეთქი და ვერავინ ვერ გამცა მაგაზე პასუხი სხვათა შორის და მამა გაბრიელთან რატო არ ვთქვი მე ხა მაგი იმიტომ რომ ერთხელ რომ მითხრა ანგელოზზე შევიკითხე რაღაცა ბაბა გაბრიელს და მახაზი ერთი გამაგებინე რა საერთო გაქვს ანგელოზებთანო და ისე მითხრა ის ხო ბახსოვდა და ამიტომ ვერ შევეკითხე რაღაცა თუ რაღაცაზე დაეშვი რა მიწაზე რაც რო ხარ ისი ფიქრეო და ამიტომაც არაფერი არ უთხარი ასე ვარ ჩემთვის მოწყენილი რამდენიმე დღე ასე გავიდა რომ მეძებ პასუხს ვერ პოულობ პასუხს სამდელობა სხვათა შორის ვერ მიხსნიდა ამას როგორი იყო რა და მივედი მამა გაბრიელს ასე ვსვას დაღუნებული ასე და კეცის მარცხენა ხარეს და ალხაზი უცებ მეუნება რა საზვერე რისაზვერეო უთხარ მამა გოგო ვასილ ახლის ცხოვრებაში წავიკითხე თეოდორე სიზმარი რო არის მეთქი და
რასაბა მაგი ვასილი წმინდა ვასილი ახლის დაწელი კი არ არისო მაგი არის თეოდორა სიზმარიო რომელ წმინდა მამასთან გაქვს შენ ნანახიო რომ 21 საფეხურს 20 საფეხურს ადიოდეს 21 კი არა 1000-ობით წოდეს მოგკითხავენო 1000-ობით უბრალოდ 21 კი არა 1000-ობით მაგრამ საცავები კი არის ბოროტების მაგრამ ეს მაგრამ აი ცოდვა მადლი როგორც არის სხვათა წინედო ცოდვა მადლი წმინდა გრიგოლი განმანათლების წიგნი ცოდვა მადლი ასე ერქვა აი 100 არისო ზუსტად და იქ წერია ზუსტად პირველი 2 დღე სადაც უნდა სულს ისე არის ქრისტიან სულზია ლაპარაკი და მე რა გესმით რაშია საქმე და წმინდა მარკოს ეპისტოლე კიდე როგორ ახსნის მაგ ყველაფერს ესე იგი პირველი 2 დღე სადაც არის სული სადაც უნდა სული იქ არის მესამე დღეს ხალხად აღგმული ქრისტეს აღიყვანება ზეცათო თუმცა გაუჭირდება მაგრამ მაინც თაყვანსაცემი როგორც თუ წოდილი იყო და მე-49 და მე-50 არის სასამართლო ეს არისო ვასილი ისა წმინდა გრიგოლი განმანათლებელი მასე წერს და მასეც არისო თორე ჩვენ ოღონდ მაგარი რაღაცა მითხრა არა ის კი არ მოარგო საზურები არ არის უბრალოდ ისე არ არის რა შეგონია 21 და უფრო მეც მოკითხავენ და მით უმეტეს ასე არ არისო ესე როგორ ამიხსნა თუ ჩვენ თეოდოროს სიზმარს დაუჯერებთ მალხაზიო მაშინ გამოდის ჩვენ ბოროტის სულები გვასამართლებს და არა ღმერთიო მაშინ სადა ღმერთი სამართლიანობა და სამართალია სხვათა შორის ღმერთი სამართალზე გამოსცენ და წმინდა მამები ამბობენ რომ მე განკითხვის დღეს 4 სახის სასამართლო მდგომარეობა უბრალოდ ადამიანის ესე იგი პირველი რა წმინდა მამების სწავლებდი გეუბნებით აი როცა ცოდვები და უფალი სხვათა შორის განკითხვისას ყოველთვის ეცდება რომ რაღაცნაირად საბაბი მოძებნოს რომ რაღაცნაირად ადამიანი რო გადაარჩინოს რა წარმოიდგინეთ პირველი მაგალითად როცა სიკეთე აღემატება ბოროტებას მაშინ ღვთის სამართლიანობით ადამიანი შედის სასუფეველში როცა ღვთის კეთილი საქმეები და ბოროტება ერთ თანაბარი არისო მას შემთხვევაში უკვე ღვთის მადლით შედის ადამიანის სასუფეველში. როცა ბოროტება აღემატება სიკეთეებსო, წოდათიო, მაშინ ღვთის წყალობით შედის ადამიანის სასუფეველში. აი მართლა უკვე რომ გადამეტებით ბოროტებას რო აქვს ადგილიო და სიკეთეს ამ შემთხვევაში აქაც სამართლიანობით ოღონდ ამ მხოლოდ ამ მეოთხე შემთხვევაში მიდის ჯოჯოხეშვილის გენიაში ასე ვთქვათ. ესეთი რაღაცა გამახსენდა უბრალოდ ახლა ამასთან დაკავშირებით რა. ხო. კიდე მაგალითად ასეთი რაღაცები მაგალ თავიდან რომ გავიცანე ჩემი მოყოლე მე მაშინ არ ვიყავით შეუღლებულები და რომელი მამა გაბრეთთან მითხეს რომ ლოცვით თქვიო ლოცვით აწოდა რომ და ჩვენთან ოპოლისო ქრისტე ღმერთო ჩვენ შეგვიწყანჯე და ამის რო ეთქო მე შედითო იმაში კელიაში და მე შემოგვას მომნებით ის რომ მოდით მოდი სანამ მამაგორდა კელიაში ავალთ მეთქი ხმონოს მოკლე გაგვაქვს და ლოცვით თქვით ჩვენ ხა სამ ეკლესიაში შევიდით სამთავროში თხოვთ ლოცვა და ისა ვილოცვა და მე ავიდით მამა გაბრიელთან მეთქი ხო და შევიდით აი კომპარტის კომიტეტი და თხოვეთ ასეთი რაღაც აი ხო იცი შეყოლებული რო ხარ იმ პერიოდში აი ასეთი რაღაცები გქონდა ასეთი თქმა უნდა სანთელი დავანთეთ მე და ჩემო მოკლე შემდეგში მე მოკლე ხო რა თქმა უნდა მე და თიან და ვეუნები ისა ვეუნები უფალს თხოვთ რომ უფალო მეტი აქ როგორც ერთად განყოფილ ისა აქ როგორც ერთად ავართმეთ ღმერთო სასופოლში ერთად განყოფილ მეთქი და ეს მეტი არაფერი არ გითხრია პირდაპირ ავიდით მამა გაბრიელთან ლოცვა თქვით ამინ შევიდის მამა გაბრიელთან როგორ მომენტი ეცით აი უკვე რომ ჯდები რა ნენე აი რომ ჯდები და დაბრძანით მეთქა და რომ ჯდები და უცბად ასე გააკეთე ხელი ასე ადვილი რო იყოს სასופოლში შესვლა მამამდე ხო მალხაზი მე მითხრა ბოდიში ასე ადვილი რო იყოს სასופოლში შესვლაო ქათემან დედობა ძუძუებს კი არ დააჭინენ რომ ქეთემანის დღეობა იყო ქეთემანება იყო იმ დღეს ასე ადვილი არ არისო ჯოჯოხეთში ისა ასე ადვილი არ არისო სამოთხის შესვლაო მე ვკითხა ვინა ვართ როგორი მალხაზი ერთი და ვიკითხე და მითხრა მე ასეთი რაღაცა რომ მალხაზიო ასე მითხრა მალხაზიო შენ აქ თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა არ გამოგაცდევინა ეხა იქ სამოთხეში როგორ მოხდებიო ასე ადვილი არ არისო რა წარმოიდგინეთ ავიცი ვიფიქრე კაცი ყველაფერს ხედავს რანაირად ეხა ვილოცი ამას მეუნება ხო და მე უკვე საყვალად მეულეს ასე ხთიტები დელაპარაკება და ცოტა წამოწოლილი იყო მე აქედან მარცხნივ ხარეს ვეჯექი და უსვათ ისე სიყვარულით აი ასე ესაუბრებოდა გულში გავიფიქრე მამა გაბრიელე მეთქი შენი სიყვარულის ნახევარი მომეცეს ნეტა მეთქი და ასე გაჩერდა უცბად მოტივირდა და მალხაზი შენ ამ სიყვარულს ვერ გაუძლებ და გააგრძელა ვახ მე თუ ეხლა აზრებს კითხულობს კაცი მე თქვი რა ხდება სადა მოყვევი და უცბად რომ გააგრძელა ისე საყვალად საუბარი მაშინ მამა გაბრიელე მეთქი შენი სიყვარულის ნახევრის ნახევარი მომეცეს მეთქი და გაჩერდა
კი ეს შეიძლება და ისევ გააგრძელა მე მომიტყვა ეს აზრების კითხვა კაცს არაფერი არ არისო არაფერი სასწაულებს აკეთებდა კაც თავიდანვე სასწაულს მიკეთებდა და სხვადასხვა არასდროს არ მიდონა მაგის სასწაულები და ამიტომ უკვე ხედავდი კაცის სიყვარული და თამდელობა იყო ეს იყო ყველაზე მთავარი მაგაში და სულ არ მაინტერესებდა რა სასწაული უნდა იქნება მაგას ხო და ერთ შემახლობს ეუბნება კლასს გინდა სასწაული გაიგეთო და კი რომ მამა მინდა სასწაული ხო და მაშინ 40 მეტანიაო რა ვისაც სასწაული აინტერესებდა იმაჯიდა რა ასე ვთქვათ რა სასწაული იყო რა ადამიანი რა როგორი რაღაცას აკეთებდა შენაერი ხდებოდა და მე ესე იგი მე ჯოჯოხიდან ამოყავდი რა ასე ვთქვათ ანკესივით რა აი მოციქულების ანკესები არიან ასე ვთქვათ მებადურები რომ ადამიანს დაიჭირო რომ შეიძლება ხო აი ესეთი რაღაცას აქ შენაერი ხდებოდა მე ამოყავდი ასეთ რაღაცებს აკეთებდა იმიტომ სიყვარული და თამდელობა იყო იქ თავარი რა ასე მეუბნებოდა რომ სიყვარული თუ გაქვს ხაზი ხო თამდელობა თუ გაქვს ყველაფერი გაქვს თუ არა გაქვს არაფერი არ გაქვს იცოდე თამდელობა არის ყველაზე დიდიო და თამდელობა თუ გაქვს სიყვარულისა გაქვს იმიტომ თამდელობა და სიყვარულიო ყოველთვის ერთად არისო და ვიღაცას რომ ამბობს რომ სიყვარული მაქვს იძახისო ამასაც მოკითხავს მეტი უნდა შორს იყო მაგრამ ბევრს ლაპარაკობდა და შორს იყო სიყვარულიც რა არის თუ თავის განწირო არ შეგიძლიაო მაშინ შენ უკვე სიყვარული არ გაქვს თუ თავის გაწირო შეგვიძლია მოყასვის აი ეს არის სიყვარული აი მაგალითად რა არისო მოყასვის თავის დადებაო ეს ახლობეს უთხრეთ კეთევანები გავვრინა რა კეთეს მამა გაბრიელ ალბათო აი მას ავტომატს რო გადაეფარებიო და რომ დაიცავ თავს ესა რომ გადაარჩენო იმ ადამიანს არა მე უფრო კარგად გეტყვი ახლა მაგას აი მაგალითად შენი ახლობელი რაც სუდათ არისო და წახვალო წამას მიუტანო და შენ გაქვეს წამალი მწაუყებო წამასო ვიფერა კიო მამა გაბრიელო არაო თან ამძაფრეს არაო ტყე არის გასასვლელი და დიდი გზა არისო და ტყე არისო და თან უღრანი ტყე არისო წახვალო ვიქრა ალბათ წავალ მამა გაბრიელო მარა იქ კიდე გლები არიან და კიდე შეიძლება შეგჭამონო წახვალო აი თუ წახვალო აი კიო და აი ეს არისო მოყასვისის თავის დადება ესე გაანალიზებურად რა ისე უცბად რა ესეც არის რა თქმა უნდა მაგრამ ის უფრო აი რომ გაანალიზებ და ის რო გააკეთებ ის უფრო მეტი არის რა ხო ესე იგი არის რაღაცა კითხვას რომ შევეკითხებოდი აი ასე აიწერდა თვალებს და ეგრევე პასუხი იყო რა არასებოდა რომ არ ეთქვა რა რაღაცა რა ყველა პასუხი იყო ზემოდან მოდიოდა ყოველთვის რა აუჩა კიდე თუ გამახსენდა ბევრი მახსენდება მაგრამ ხა ნერვულობით არ ვიცი ხა საუბრობს და ხო აი მაგალითად აი მოლოცოსთან დაკავშირებით რა ეკლესია სწავლობა რომ დაუშვა კეისას კეისისა ხო არის და უნდა აღნიშნოთ კიდევაც რა ადამიანები აი ნამდვილად მერწმუნეთ რა იმიტომ რომ ეს ხო ჩვეულებრივ აი მაგალითად ქართველი რომელი გინახია ჭკუად ყოველი რომ მართლა ნაძვის ხეს პატივს სცემდეს აი როგორც აი თქვა იანუარის თავთაება რო იყო ხო იანუარ ბოდიში ხო და მანდ იყო როგორი რაღაცა იცით მანდ ნაძვს ჰქონდა როგორი ისა იცით მანდ იყო ღვთის ნიშანი და აი მაგალითად პეტრე პერმონაში შემოიტანა რუსეთში 1699 წელი იყო მანდ იყო უკვე ღვთაების სიმბოლო ასე რომ თქვა და ნაძვისას უთხოვნეს სულებს და რაღაცა და ახლა სისულელი ხარ რომელი ქართული თხოვს ნაძვისას რაღაცას და თუ ნაძვისას დაუკავშირებ და ყველაფერს დაუკავშირებ ქრისტეს აი ქრისტეს მაგალითად რა იმ ნაძვისას რომელიც აი თქვა ეგვიპტეში რო წავიდა წმინდა ოჯახი ხო თუშობელი იოსები და იაკობი ხო მაცხოვართან ერთად იქ რო შეიკერლა ტოტები რო დაეშვა ამ კუთხით მიხსენეთ მაცხოვრის იმას ღვთით აი ნაძვისხეც მაგასთან ასწორდა თვითონ ნაძვისხე კიდე სიმბოლო მარადისობის და აღდგომის იმიტომ რომ არ ფუჭდება ხო ამ კუთხით თუ დაუკავშირებ რა პრობლემა აი რომელი გინახიათ ეხლა თაყვანსებდეს ეხლა შეიძლება ზოგიერთი კი არის ნაძვისხეზე იმებს რაღაცას ნეტოს აკეთებდა თხოვენ რაღაც სისულელებს ამ დროს ეშმაკებს თხოვენ და კებებდებიან და აკერბებენ ხო ხესაც არ შეიძლება ესეთი რაღაცა ხო ან მაგალითად 5 ქიმიანი ვარსკვლავი, ისა 8 ქიმიანი ვარსკვლავი, ეს რომელიც უკავშირდება თვითონ იმას, რა ქვია, ქრისტესობას, ხო, იქ ანგელოზი იყო სინამდვილეში, რომელიც ღებულობდა ვარსკვლავის ფორმას, 5 ქიმიანი ვარსკვლავის ფორმას და თან ქრებოდა, თან ჩნდებოდა. აი, მაგი მითხრა მამა გაბრიელმა, რომ ქრება არ უნდა თქვა ანგელოზიო და არც ისა, რა ქვია, წმინდა გამოცხადებები რო არის, იმიტომ რომ იყო ეს გამოცხადებაო, ან ღვთისმშობელიო იყო და ანგელოზიო და მე წმინდანები და მე გაქრაო, იყო და არ არისო.
უნდა თქვა გაუჩინარიდან უჩინარი იქნა. ხო და აი თქვა ჩვენ იმასთან თუ დავუკავშიროთ ხუთქიმიანი ვარსკვლავს რა პრობლემაა გასაგებია სხვათა შორის ხუთქიმიანი ვარსკვლავით და ექვსქიმიანიც ეკლესიურად მიღებული იყო თავის დროზე მაგრამ უკვე ასოცირდა პირველი იუდაიზმთან და მეორე იმასთან მაგიური რიტუალებთან მაშინ იმიტომ აგიძალა თორე სინამდვილეში აი მაგალითად დავითის ვარსკვლავი დავითის ფასურად ეძახდნენ აი ორი სამკუთხედი რო ერთი არის ზემოთ მიდის ესე ღმერთთან იმას აღმავლობას ნიშნავს და ქვემოთ ღმერთი რო ჩამოვიდა ამ ქვეყანაზე და ეს ორი სამკუთხედი ნიშნავს ისა რა ქვია ქრისტეს ორ ბუნებას სხვა ებრაელები ცხოველოდებდნენ ადრე მესიას და ამ კუთხით იყო ეს და ნიშნული მაგრამ ეხლა მე გადავიდა როგორ მაგიური იმაში მაგალითად ეხლა უკვე ორი საწყისი აქვს თითქოს ქალის და კაცის ზემოთ კაცის და ქვემოთ ქალის საწყისი აქვს ბოროტება და კეთის ორი სამკუთხედი ნიშნავს კეთსიკეთეს და ბოროტებას ნიშნავს აგერ მიწიერ და ზეციერ და მიწიერ იმას ადგილზე ასეთი რაღაცეები და უკვე მაგიური რიტუალებში გადავიდა თავარი ხარ ჩვენთვის თავარი არის ჯვარი უკვე და ამ უკვე დაკარგა ის რა ქვია ხო ხვდებით მნიშვნელობა აი მაგალითად ხუთქიმიანი ვარსკვლავი ძველად შეიძლება და თაყვანისცემა იმიტომ ეხლა შეიძლება გააჩნია რა კუთხით მიუდგებით უყურეთ რაშია საქმე ძველად ხატებში ხუთქიმიანი ვარსკვლავში ხატებოდა მაცხოვარი თო წმინდა კირილო იერუსალიმი ასე ამბობს რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი ნიშნავს აი ქრისტეს ხუთ სამწვანს ნიშნავს ჭრილობას ნიშნავს ორი ხელი ორი ხელზე ორი ფეხზე და ერთი გვერდით ლახვარიცეს ხო და აგრეთვე ხუთ ადამიანის ხუთ გზნობას ნიშნავს ეხლა ბოროტება თავისებურად გამოიყენა და ცოტა მოატრიალა და მე თქები თვალწვერების სიტყვაზე მაგიური რიტუალის მისა ხო და თავ კომუნისტებს თქვა წითელი ფონი შესინეს და რაღაც თორე ეხლა ხუთქიმიანსაც თუ დაგედავ თუ იმ გაგები დაგედავ რომ ქრისტეს საბჭოთა იმას წილობას და იმას გახსენებს ანუ 8 ქიმი რა პრობლემა არა ამიტომ გეუბნებთ გააჩნია რა წმენით დღესასწაულობ ხო და მე მithumetes ეს ხო ბავშვების იმია როგორ შეიძლება ბავშვებს მოსწავლეს ესე და ძალით ხო არ ამარხულებ და ბავშვებს ხო ბავშვებს უხარია რატომ უნდა დაუკარგოთ ეს სიხარულიც ხო ელოდებია საჩუქრებს და წმინდა ნიკოლოზის აი ხო ეხმარებოდა ადამიანებს და წმინდა სანტა-კლაუსი წმინდა ნიკოლოზთან არის გაიგებული თქვა 14-ში ჩვენთან ბასილი წმინდა ბასილს უკავშირებოდა ჩიჩილაკი მისი წვერებს უკავშირდებოდა ხო ბასილიც ეხმარებოდა ადამიანებს ხო ყველას ეხმარებოდა და აქედან გამომდინარე რა პრობლემა თუ ქრისტიანულ სიმბოლოებს რატომ უნდა იყოს პრობლემა და პირიქით გახსენება არის ქრისტიანული დღესასწაულების ხო ოღონდ ერთი რაღაცაა რომ აი 14-ში უფრო მეტად უნდა აღინიშნებოდეს და რატო ეხლა რა იმიტომ კი არა ხან ძველი და ახალი მარტო მაგითო არა თვითონ მერბე დღეს დაერქვა ქრისტეს იესო და ძველად ებრაელები წარმოიდგინეთ როგორი რაღაცა იყო იცით ადამიანზე დაბადებაზე მეტად დღესასწაულების ნათლობას მას წინა დაცვით რო იყო მერვე დღეს ერქმეოდა სახელი ზუსტად 25-ში რო იშვა ქრისტე მერვე დღეს დაერქვა იესო და აქედან მოდის ზუსტად ჩვენი წელთაღრიცხვი აი რა დღეს იონე ოქროპირი რო წავიკითხე იქ ნახეთ ღრეობას არ მიეწოდო და ახალი წელი ახალი იმით დაიწყო თვითონაც აღიარებს რომ ახალი წელია ხო რა განსხვავება ხა საეკლესიო ახალ წელსა და საერო ახალ წელს შორის ის საეკლესიო არის რომელიც არის 14 სექტემბერს ხო ეს არის ვერტიკალური უბრალოდ სპირალური ახალი წელი ისა ქვია მაგას და ეს არის კიდე წრიული აი წრიული რას ნიშნავს უყურეთ სულ ერთ იგივე რომ მეორდება აღდგომა ამაღლება ეს ყველაფერი ხო მეორდება ყოველ წრიულად ეს ნიშნავს რომ ყოველ დღეს უნდა ვიყოთ აი ყოველ წელს უფრო უკეთესი უნდა იყოს აღდგომა და ფერიცვალება ყველაფერი სპირალურ უკვე იყავ მოღვაწეობას აი ქრისტე ნახეთ რა ხდება კი მოინათლა მაგრამ მე მოღვაწეობა დაიწყო როცა სინაგოგაში შევიდა და უკვე სიტყვა წარმოთქვა უკვე ქადაგება დაიწყო ხო აი ეს არის უკვე მოღვაწეობა ამიტომ ეს მოღვაწეობას უკავშირდება ეკლესიური ახალი წელი და ციკლი მოღვაწეობის და ეს არის ჩვეულებრივი კალენდარული ციკლი ეს არის წრიული ციკლი კალენდარული ეს არის სპირალური ციკლი მივხვდით ეს განსხვავება იმიტომ ეკლესიურსა და ისა ჩვეულებრივ კალენდარსა და ეკლესიურ კალენდარს შორის ორივე სწორია მაგრამ ორივეს უნდა რა პრობლემა არის ორივეს აღნიშნავ ხო მithumetes ხათაშორის ესე ყოველდღე ადამიანისთვის შობა და ხარება აღდგომაც უნდა იყოს ეს უბრალოდ თქვენ გვახსენებს უფალი პერიოდულად თორე აი ყოველდღე შობით უნდა იღვიძებდნენ და შობის მადლით
და მე უწევებოდა ისევ იმითი რა ქვია ქრისტესწმენის რო აღდგები და აღდგომის მადლით რა მთელი ცხოვრება ესე იგი შობა აღდგომა და ჯვარცმა უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება რა ასე რომ თქვა თუ დღესასწაულია ის დღესასწაულებს ემი იყოს არ მივხვდით მთელი ცხოვრება ჯვარცმა ესე იგი შრომა მოწმინება აღდგომა და შობა უნდა იყოს ყოველდღიური ქრისტიანისთვის რა ასე რომ თქვა ხო მე კიდე ერთი რაღაცა არის ხო ერთხელ შევეკითხე მამაგაბრის მეთქი ყველა უნდა მიყვარდეს მეთქი რას ამბობ მალხაზი როგორ შეიძლება ქრისტეს ტერი შეიყვარო მაგრამ არ უნდა გძულდესო და აქედან არის სიყვარულიო ერთი ადამიანზე თქვა აი საქართველოს ხალხურობა ჩავატა გააკეთაო რომ თქვი კაცო ერთი კაცი არ მაინც გამოჩნდაო რომ მაგი რომ მოეკლათო მამაგაბრი ამბობს და ერთი ჩვენ ახლობელი ის და თან ბოჭერაშვილი 19 მისი სული და ამან გულში გაიფიქრა მამაგაბრი მე მოკვა გულში გაიფიქრა ну три ადამიანი თამა ერთი კაცი ზუდეს შორს ხარ სასუფევლისგან ესე იგი ჯერ ათქმევინა და ესე იგი არავით არის სიძულველი ერთი კაცის რო გძულდეს აი შორს ხარო სასუფევლისგან რამხელა რაღაცა ღვთისხატებაზე დიდი რა ესე იგი ადამიანი არის ღვთისხატება წარმოიდგინეთ რა ესე იგი თვითონ ღმერთი ესე იგი აი ზოგი ამბობს რომ ადამიანი უფრო ღვთისხატება თუ ანგელოზი ხო უყურეთ წმინდა მამის განმარტებიდან გეტყვით რა ღვთის ხატება ანგელოზიც არის და ადამიანის მაგრამ ადამიანი უფრო ღვთისხატება მაგრამ მსგავსებით ანგელოზი უფრო მსგავსია იმიტომ რომ აი ჩვენ ღმერთმა რო შეხვდა თავის ხატად მოგოხდა კიდევ ბრძანება რომ მისი მივემსგავსოთ მსგავსებულები არა ვართ ჩვენ ხატებათა ვართ გაჩენილები ადამიანის აი ხატებაში იგულისხმებოდა თავისუფალი ნება იმიტომ ანგელოზებსაც ჰქონდა სიტყვიერება სულის უკრავის სულის თვისება ცხოვრობდენოს მარგაჩ სიტყვიერება ჩვენს გაგვაჩნდა ანგელოზებს გაგვაჩნდა ორივე ღვთისხატება მაგრამ უფრო რატო ვამბობ იმიტომ რომ ქრისტე ადამიანის ფორმა მიიღო და ადამიანის ბუნება მიიღო და განკაცდა და ანგელოზი არ გამხდარა ამიტომ უფრო მეტია ადამიანი უფრო არის ღვთისხატება მე კიდე აი როგორი არის ოჯახის ამბავსაც შეეხება უყურეთ როგორი რაღაც მე არიცის სამება ყოველთვის როცა ქნეს სულ ერთად ქნის ყველაფერს აი უფალი რომ ამბობს შექმნათ კაცის მსგავსად ხატვა ჩვენდა ხო ეს მამაგაბრო მითხრა ეს ქრისტემ თქვა მაგრამ ამიტომ რომ არ გაამართლა ადამიანი ისევ ქრისტემ მოვიდაო მაგრამ აქაც პიროვნება რო არ დარღვეულიყო ხო ძე იყო იქ ცაშიო აქაც მოვიდაო როგორც იშვაო რა როგორც ძეო რომ პიროვნება არ დარღვეულიყო ეხლა სული წმინდას რო თქვა სიტყვაზე მოევლინებოდა რაღაც ვიხდით აი პიროვნება რო არ დარღვეულიყო და აი ღვთისხატება კიდე როგორ არის ყოველ ადამიანში ნახეო წმინდა მამები ამბობენ მე რა უბრალოდ როცა ადამიანს ხვიდა ღმერთი ხო უკრავის სულის ჩაბერა მაგრამ ჩვენ თან მიწისგანაც შექმნა მიწისგან რატო შექმნა იცით რომ დამდაბლებულიყო ადამიანი რომ ახსოვდეს ყოველთვის ვისგან და საიდან შეიქმნა რომ არ გაამპარტავნდეს და თუ დამდაბდება მე კი ცხონდება აი ესე რომ ვთქვა და მით უმეტეს აი ზოგმა იცის რომ ხო კაცი უფრო ოპერატესი რატო აქაზე ეს ღმერთმა იერარქია დააწესა ოჯახში თორე პირიქით ქალი სიწმინდეში რო არის ქალი უფრო მეტი ღვთისმშობლოს რომელი შეედაროს ახლა და რამდენიმე საცხელები დედები რამდენი წმინდანებზე დიდები არიან ხო ეს უბრალოდ შენ იერარქიას გეუბნები მაგრამ ეს მორჩილებით კი არ არის ესე იგი სიყვარულით არის იერარქია მიხვდით ერთხელ მამაგაბროს უთხრეთ ერთ პერიოდში ჩემი მოგლი არ მიჯერებდა და რომლებიც მამაგაბრო არ მერმოჩილება მეთქი რა ვქნა მეთქი რაღაცნაირად მახაზიო მაგი არაფერი მაგი ყველა ოჯახში თავის სიყვარული დაანახეო და მე გამორჩილებოდა და გამორჩილება აი ესე როცა შეყოლებულები ხართ როცა ხო გინდათ ყველაფერი შეოსმოთ აი სიყვარულიდან გამომდინარე არის ეს ყველაფერიო რა ხო ხდებით და ხო ეს რატო დავიწყე ეს ყველაფერი ღვთისხატება რატო უყურეთ ადამი რო შექმნა ღმერთმა ეს მამა ღმერთმა შექმნა ადამი მამა ღმერთმა თქვა და ოღონდ სამება მოქმედებდა ამიტომ რომ ყოველთვის სამება ყოველთვის ერთად არის და ძე და სული წმინდა მოქმედებდა თავისთავად ერთად მოქმედებდნენ ადამიანის შექმნაში მაგრამ ეს მამამ თქვაო ეს ზედა მამების განმარტებით გეუბნებით თორე ხომ მე რა ვიცი ხო და აი როცა უკვე იმიტომ საწყისი არ აქონდა ხო ადამიანს უკვე მამის სახის ის არის რა და პირველი გვდევთავარი თვითონ ადამიანია ასე რომ ვთქვათ რა ბევრი ისიც არის ის აი რო შეეკითხები პირველი ადამიანი რო არისო ზოგი ამბობს ადამი არ იყო პირველი ადამიანი ადამიანის სიტყვა ნიშნავს ადამიანიდან გამოსულს და ადამიანიდან გამოსული არის ევა პირველი ადამიანი არის ევა საერთოდ პირველი რა თქმა უნდა ადამიანია პიროვნულად მაგრამ ადამიანისგან გამოსული არის ევა გვერდიდან. ეხლა უყურეთ, როცა ევა შექმნა, იქ ბიბლიაში კი არ წერია, მაგრამ ყოველთვის სული აქვს, ხო, ქალსო, ესე იგი, ეს სული წმინდა შტაბერაო, სულიო. და სული წმინდა თქვა, ეს სულმა წმინდა გააჩინაო, ეს არის სული წმინდის მოქმედება თავარიო, როცა დედა ისა ევა იშვა, გვერდიდან გამოვიდა.
ეს იყო სულიწმიდის მოქმედებაო, როცა მამადაძე იყვნენ მასთან ერთადო და სულიწმიდა ქმნიდაო და როცა უკვე შვილები შეეძინათო, აქ უკვე ქრისტემ თქვაო, ესა ქრისტემ გააჩინაო აბელი ესეთი ხო და აი ესეთი რაღაცა კაენი ხო ეს უკვე აი ნახეთ აი პიროვნებაც რო არ დარღო აქ სამება როგორ მოქმედებს და აქ უკვე უფრო მეტად არის ადამიანი ღვთისხატება ვიდრე ანგელოზი მაგრამ მსგავსებით უფრო ანგელოზია ვიდრე ადამიანი რა ხარ ძალიან ბევრ სხვა ლაპარაკობ ამ საინტერესო რაღაცები მინდოდა მეთქვა რა ვიცი და ხო რა ვიცი აბა კიდე თუ გამახსენდება რა ვიცი აი მაგალითად განკითხვაზე მეუბნებოდა ასეთ რაღაცას ახლა განკითხვა ხო ვიცით რომ დიდი ცოდვა და ოფიციალურად ისე სწავლებიდან ვიცით და წმინდა წერი და თუ განუკითხეთ ღმერთის განგუკითხავს ხო და ასეთვე ღმერთს ვართმევთ თითქოს სასამართლოს და მაგრამ გამიმართა იცით რატო არ შეიძლება მაგაზე განკითხვაო განკითხვა იცი რატო არ შეიძლებაო აი ადამიანი რატო ეცემაო იცი რატო ეცემაო რომ დაანახოს ღმერთმა მისი სიბინძურეო და მე შეაზისოს და ამოიყვანოსო და მე უფრო მეტად სინანულში იყოს და მე უფრო გაიწმინდოსო და შენ უკვე დაცემულს რო განიკითხავ ეს ღმერთს უნდაო ხო შენ დაცემულს განიკითხავ დაცემულს კი არ განიკითხავ ღმერთს განიკითხავ რატო ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშია წარმოგიდგენთ დიდებული რაღაცაა რა ხო ეს თქვი არ ვიცი ღვთის ნება ღვთის ნებაზე დაშვებაზე და განგებაზე მელაპარაკებოდა კიდე მამა გაბრიელი ხო და ან კი ვილაპარაკე ხო და რა ვიცი აბა კიდე აი მაგალითად აი მასე არის ასეთი რაღაცა ადამი ისა უფალმა ლაზარე რო აღადგინა იყოს მეოთხე დღეს ხო რატომ მეოთხე დღეს მოხდა ეს ყველაფერი და რატო მესამე დღეს არ გააკეთა და მეორე დღეს არ გააკეთა იმიტომ რომ ორეთ ცოლახტმაში ასეთი ყველა მიცოდა რომ როცა წმინდანები აღადგენენ წმინდან ისა ადამიანებს ორი დღის მერე ორი დღემდე შეეძლოთ სული დაებრუნებინათ სანამ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა უკვე შეეძლოთ წმინდანებს უფალს ეთხოვა და ჯოჯოხეთში რომ ისა რომ ჯოჯოხეთში არ წასულიყო მისი სული და უბრუნდებოდა და აცოცხლებდნენ რა ასე რომ თქვა უფლის ძალით რა თქმა უნდა და მესამე დღიდან უკვე ჯოჯოხეთში ჩადიოდა უკვე ვერავის ვერ შეეძლო ჯოჯოხეთიდან გამოყვა ერთ-ერთი შემთხვევა იყო მოსე რომ ფერიცვალება დროს მოვიდა ეს უფლის განგებით ამოვიდა რომ ელიას აკაჩვენ ელიადე ისე იგი მოსე რომ ეცხადებოდა ესე იგი რომ აქედან უფალმა აჩვენა რომ ცოცხალთა და გარდაცვლილთა მე უფევარო რა მოსე გარდაცვლილი იყო თან ეს არის მოსე ცნების და ესე იგი დააწესა და ეს კიდევ ჩერების აღსრულებელი ხო ამასრულებელი ელია წინასწარმეტყველი და ეს პეტრე მოციქული იოანე ღვთისმეტყველი და იაკობი იმიტომ აირჩია რომ ყველაზე ძლიერად მე კი იყო ყველა თანასწორი მამაგორ მეთქვა რომ სულ წინდა რომ ყველა თანასწორი იყო მაგრამ აი იმ პერიოდში პეტრე იყო ყველაზე ასე წმენასთან და ასოცირდებოდა იოანე ღვთისმეტყველის სიყვარულთან და იაკობი სასუებასთან იმედთან ხო ამიტომ ეს სამი აირჩია და სამი რატო იცით აი როგორც სამი მოწმე ცათაშინა ზუსტად სამი მოწმე გამოირჩია და უფლის ნათელი რო იყო ეს უფლის ესე იგი ხელთუქმნელი უბრალოდ თვითონ თავისი ნათელი იყო მაგრამ ის იმ გაგებით რამდენადაც შეეძლო ადამიანს დაეტია თორე იმას რანთაც რაბედაიტეს ადამიანი ჯერ სამყაროს ვერ ხედავს და ხა მაგ ნეიტრონიც არ აქვს წინაშე სამყაროც ხო და აფერ შეიძლება მაგინახო ხო ღვთის ბუნება წარმოუდგენელი რაღაცა ქრისტეში მოვიდა და ქრისტეს სახით ვიცით თორე ღმერთის ბუნება და ეს არის მომგორმა იცოდა თქვა რომ ღვთის ბუნება არის შეურევნელიო და ესე იგი როგორ ადგილის მიხედვითო ყველაფერი ღმერთში არისო და ბუნების მიხედვითო ყველაფერი ღმერთის გარეთ არისო ამიტომ აი ამ ხალხ დილის ამ ხალხ საიდუმლოა რა და რა ვიცი რა გითხრათ აბა მერე კიდე არის ასეთი რაღაც ხო 4 დღეზე რა ვთქვით ხო და მეოთხე დღეს რატო გააკეთა უფალმას რომ მეოთხე დღეს უკვე არავის არ შეეძლო მარტო ღმერთს შეეძლო სულ ჯოჯოხიდან ამოიყვანა და მეოთხე დღეს იმიტომ აღადგინა მტრეთი თუ ყველას გაუკვირდა უხრწნელითან ხრწნადი იყო და ისიც გაუმთელა ხო თან ხვალ გადააგორებინა იმიტომ რომ ჩართო ადამიანიც რომ მარტო ხა უჩემზე კი არ იყო შენც გაანძრიო რა ხელი მაგას ნიშნავდა რომ ხვალ იმიტომ გადააგორებინა მაგათ ხო და რა ვიცი აბა კიდე რა ვიცი
მე რა პეტრე მოციქულზე გამახსენდა იქ რომ ისა უფალმა ხოლმისა მაგას გასაღები პეტრე მოციქულს შეკვრის და გახსნის მაგრამ მე სხვა მოციქულებსაც მის თავიდან პეტრე მოციქულს მისა და ეს იმიტომ მოხდა რომ პეტრე ისიგი ეს გასაღები ხო რატო მისა პეტრე მოციქულს და მე მოციქულებს და ჯოჯოხეთის გასაღები არ მის ეს მამების განმარტებაა რომ ჯოჯოხეთის გასაღები იმიტომ არ მისაო რომ იმითან რა ქვია რა ადვილი არ ყოფილიყო ადამიანის დაღუპვა და იმიტომ არ მისცა მოციქულებს ჯოჯოხეთის გასაღები და ჯოჯოხეთზე ვკითხე მე მამა გაბრიელს რომ აი მამა გაბრიელ მეთქი აი ჯოჯოხეთში რა ხდება როგორ არის მალხაზი იცოდეო რომ ჯოჯოხეთი არის ღვთისწყალობაო ახმეტი გამიკვირდა როგორ არის ღვთისწყალობა ხო და აი როგორ არისო და უყურე ესე იგი ადამიანს ის კი არ გაუჩენია სატანჯველიო მაგრამ აი როგორი რაღაცა ამიხსნათ იცით აი მაგალითად როცა ადამიანი ცუდად არის და რაღაცა ან ვიღაცა გააბრაზებს და რაღაცა ხო და რაღაცას იჩვლიტებს რაღაცა თავი უნდა მიარტყას კედელს რაღაცა რომ გადაიტანოს ხო ჩათვალეთ აი კედელი რასაც კი ხო მაგრამ ჯობია რომ თავი დაარტყა რაღაცა სიტყვაზე ცოტა რომ გადაიტანო რა ხო და აი რაღაცაც კედელი გიკეთებს ხო აი იგივე ცეცხლი მაგას გიკეთებს უბრალოდ უარესად რო არ გაგიზდე ცეცხლი ესე იგი კანი ესე იგი ნეიტრალიზაციას გიკეთებს რომ უარესი არ უარესად არ გაგიზდე აი მარტივად რო თქვათ აი ქალს და ადამიანს და ესე დაიღუპა შვილი და წარმოდიოდა იმ დღეს რომ ის ქალი დავსვათ ქორწილში სულტარი დედა ხო გაგიზდება იმას უჩენია რომ პანაშვიდზე იყოს აი ესეთი მდგომარეობა იქნება და ყველა თავის იმით ყოფილი იქნება იმიტომ რომ ხოდა თანდავალობა არის ყველაზე მთავარი თანდავალობა თუ არა არაფერი არ გაქო და რატომ ვერწმნა მამა მიხილა ჯოჯოხეთში ასეთი რამ რომ იქ მოსიყვარული ხალხიც ნახა მარხველი ხალხიც ნახა კეთილსყოფელების ბევრი ნახა მაგრამ იქ ვერ ნახა თამდაბალი აი თამდაბალი ვერ ნახა და წემით ამბობდა მაგრამ თამდაბალი თუ გაქვს სულ ყოფილი სიყვარული გაქვს და თამდაბლობა ყველაფერი გაქვს რა და თამდაბლობის გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება არის წარმოუდგენელი რაღაცა რა ხო და ვიცი აი პატერ მოციქულის დაცემაც კიდე რომ დატო დაუშვა შე რა თქმა უნდა სისტემები გამოიხარდა აი მაგალითად წყალზე რომ გაიარა და მე ჩაიძირა ცოტა უწუნება შეეპარა ამერიკ მახვილი ხმარა როცა უფალს არ მიენდო მაგრამ უფრო კიდე რატო დასაჯა უფალმა უყურეთ უფალმა ხო უწინასწარმეტყველა რომ წევსი წავა და დაიფანტებიან ხო ეს მოციქულები და შეეწინა მაგათი რამე არ მოხდება ესე ქრისტეს შეეწინააღმება ქრისტე გეუბნება წინასწარმეტყველება ასეთია შენებულები არ მოხდება მასე და მე უკვე მეორე კიდე უფრო ძიმაცოდვაში ჩავარდა რომ მე არ ვიზამ სხვამა რო შეგწოდოს მე არ შევწოდაო და წარმოიდგინეთ ესე იგი რამხელა ცოდაში ჩავარდა რომ აი უფალმა იმედო დაუშვა რომ აი ესე იგი ადამიანებსაც აქვს სამწუხაროდ რომ აი ვიღაცა რაღაცა აი რაზე წდება გული ზოგჯერ აი 1000 კაცს რო გაუკეთებ 1000 კეთეს და რამდოს ერთი რო ახსენდება და იმერციტით გადაშლიან ყველაფერს ეს არის მართლა საშინელება და ზუსტად მაგაზე ამბობს წმინდა მამა რომ ვინც ფიქრობს რომ მე არ გავაკეთებ იმაგას აი როგორც ხომ გააკეთა ხო აი ზუსტად პეტრე მოციქულის ცოდვაში ვარდებაო რა ხო და ეხლა ერთი განსხვავება ის იყო რომ პეტრე მოციქულმა შეინანა და იუდამაც ხო შეინანა მაგრამ იუდამ თავის მიენდო უყურეთ მამაგრო რომ ერთხელ შემეკითხა აი მალხაზიო როცა რომელი უფრო მთავარი არისო აი მაგალითად ადამიანიო ტირო და ბღავოდა თავის წოდესო მაგრამ ახსარებაზე არ მიმიდაო და არის მეორე ადამიანი რომელიც არ იტირა საერთოდ მაგრამ ახსარებაზე მიმიდა რომელიც მოქმედება უფრო სწორი არისო და ხა ჩვენ ვთქვით მამაგაბრიელ მეთქი ალბათ ვინც იტირა ვინც იბღავლა მეთქი არაო იცი რატო იმიტომ რომ ის თავის თავს მიენდო და ვინც ახსარებაზე მივიდა ის უკვე ღმერთს მიენდო წარმოდე პეტრე მოციქული იმის მარტო ინანიებდა ღმერთის წინაშე ინანიებდა და საერთოდ სინანული ნიშნავს გონების შეცვლას აი როცა აი ავაზაგიც იმიტომ აპატია ღმერთმა ავაზაგს იმიტომ რომ ის რო ჩამოსულიყო უკვე იმათ ცხოვრების წესი ჰქონდა შეცვლილი და ზოგი იტყვის ხოლმე კაცო თუ არ მომნათლე რაფერს ხონდა არსებობს ასეთი სწავლება მამებიდან რა სამნაირი ნათლობა არის ოღონდ ფიზიკურ ნათლობაზე მაგრამ უხილავად ხდება სულიწმიდის ნათლობა და ცეცხლით მაგრამ ფიზიკური ნათლობა ის არის აი წყლით რო ინათლები ამ დროს სულიწმიდა განმოდის ხო თავისთავად არის მეორე რომ სისხლის ინათლები აი ქრისტეს შეიძლება იყოს ნათლობა არ იყოს მაგრამ ქრისტე აღიარა და მაგიტო ცხონდი ხო აღი სისხლის ნათლობა ქვია მაგრამ არის კიდე სურვილით ნათლობა ეს არ ვიცოდი მე წავიკითხე მამებთან საი სურვილით როგორ რაღაც აი რო გინდოდა და აი თქვა კათაკმეველი
ვიყავი და გინდა და ამ დროს რაღაცა სიცოცხლე მოგისწრაფა. ეგ იწერავს მაგეთ რაღაცას. თვითონ ერთხელ პატერი გინდა მითხრა მამა გაბრიელი ასეთი რაღაცა, რომ აი მაგას ერთი გარყვნილი ხალი იყო რა, ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდაო და მე გზაზე რო წავიდაო, გადაწყვიტაო მონასტერში წასვლაო და ცხოვრების წესი შეეცვალაო. ხო და რო წავიდაო, გზაში გარდაიცვალაო. მე ანგელოზები და ბოროტები რო დადგინდო, ანგელოზებს არ ჰქონდათო სალაპარაკო, არაფერი ვერ წარადგინოსო სიკეთეებიო და ეგ მე ემუნებიანო უფალს მე რთხოვს უფალო რა გავაკეთოთო არაფერი სიკეთე არა გვაქვს ბოროტება თელი წოდები და წამოთვალესო და უფლის სიტყვები გაიგონეს ანგელოზს ეს ხომ მე გავიყვანო გარდაცვალება არის ჩემ ხელშიო მაგრამ მე ეს რო არ გამიყვანო წავიდო და მაგი და მონასტერში და ისა წმინდა დაგესრულებოდა და მე მაგის გადაწყვეტილება შემიწირავს. აი წარმოდით როგორი რაღაცა თქვა. ეხლა გითხარით რომ მამა გაბრიელმა ვკითხა რამდენიმე ადამიანი ვიჯექით და აი მითხარითო ერთი აი ორი ბავშვი გაზარდეს, ორი ბავშვი წაიყვანეს, ერთი სარესკიპოში ისე რომ არ იცოდაო მონასტერი არსებობდა და მეორე მონასტერში ისე რომ ის სარესკიპო არ არსებობდა, აი ის არ იცოდაო. მაგრამ ორივე გაიზარდა, ერთი მონასტერში გაიზარდა, მეორე ასეთ სახში გაიზარდა. გარდაცვალების მერეო ვინ სად მოხდება მითხარით და ვერ მოპასუხეთ ხო და არც ანგელოზებმა იციანო ვინ როგორ განიკითხავს ღმერთიო და სხვადასხვა პიროვნებებს სხვანაირად ღმერთმა იცის მაგათი მომავალი ზოგი შეიძლება მონასტერში იყო და მე ისე მონასტერში დარჩებოდა ზოგი შეიძლება წასულიყო ესე უფალმა იცისო რა ამიტომ არავინ არ იცის ღმერთი როგორ განიკითხავს რა ადამიანსო ერთხელ ზივარ ასე და რამდენიმე ადამიანი ვზივართ მამა გაბრიელთან და ისა გვეუბნება მამა გაბრიელი რომ აბა ეხა ქრისტე რო გამოგეცხადოთო და ერთ სურვილს შეგისრულებთო აბა რა სურვილს იტყოდითო და აი ყველამ ეხა ზოგმა უთხრა საქართველოს გადარჩენა მამა გაბრიელი ზოგმა უთხრა ოჯახის წევრები რო გადამიჩინე მამა გაბრიელი ერთმა უთხრა შოვლები გარდაცვლილი მიყვარს და რო ბიცხონე მამა გაბრიელი ერთმა თავის ნათესავებზე გარდაცვლილია ერთმა უთხრა სიმდაბლე რომ მომწეოს მამა გაბრიელი უფალმა ერთმა სიყვარული მომწეოს აი რამდენიმე ვიჯექდი კაცი დაახმები და ბოლოს მე ვიჯექდი მარჯვნივ მამა გაბრიელს ვერდი და ბოლოს რო ჩემი დრო დადგა აბა ახალი თქვიო შერას იტყობიო და აი ქრისტე რომ გამოგეცეს რას გააკეთებდიო და მე უთხარიო მამა გაბრიელი ისა მეთქი მამა გაბრიელი მეთქი მაშინ ყველა ზათა სასופოლის ღირსი გახდეს მეთქი რა და აი ეს დახარა თავით ასეთი რამე ჯერ არავის არ უთხრა როგორ არ ეთქო გამახარა თორე როგორ არ ეთქო ყველა მაგას თქოს ხო ამაზე კაი თხონ არ არის რომ ყველას გადარჩენა გინდოდესო რა ხო და აი ხო სიყვარულზე მითხრა ხო გამახსენდა სიყვარულზე ხო მითხრა რომ არავის უკეთეს ისა ტერი გიყვარდესო რომ მითხრა ხო არ უნდა გძულდესო ხო ქრისტეს წესობა შეიყვარებო მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო და ეხა გამახსენდა აი მაგალითად აი ბერძნებს აქვთ ასეთი რაღაც აი ზოგი ამბობს რომ ტერი როგორ უნდა გიყვარდეს ამ შვილისავით როგორ შეგვიყვარებთ და რაღაც თავისთავად ეხა როგორ შეიძლება ოჯახის წევრი რო გიყვარდეს ისე ტერი გიყვარდეს მაგრამ აი ებრაელებს ისა ბერძნებს აქვთ კაი საფეხურად აქვთ ეს ისა რა ქვია ნათქვამი სიყვარულთან დაკავშირებით აი მაგალითად პირველი არის ეროსი ნიშნავს აი მაგალითად ვნებიანი სიყვარული ან რაღაცის მებად მაგრამ ეს თუმცა ესეც შეიძლება განიწმინდოს და უფრო წმინდად გახდეს ადამიანი ასე რომ თქვათ რა მე არის ესე იგი როგორი რაღაცა არის იცით ბოლო არის ისა რა ქვია აღაპი არის ღვთის აი როგორი სიყვარული იცით რო უკვე ადამიანისთვის მოყასვის თავის რო შეიძლება დადება ხო აი ეს მოიცავს ყველაფერს არის კიდე მაგალითად აი ოჯახის სიყვარული რა ქვია ოჯახის წევრები და ნათესავების სიყვარული და არის მეგობრობის სიყვარული ასე რომ ვთქვათ რა ეს ამიტომ ზუსტად გეტყვით რა ის ზუსტად როგორ არის ესეც რო იცოდეთ რა საინტერესოა რა ნახეთ Damit
აი მაგალითად როგორი რაღაცა იცით ეროსი ნიშნავს აი ხო ეროსი არის სტორგე ფილია და აგაპე ეროსი ნებითი მიზიდულობის საინტერესო და იმიტომ ბოდიში ხო მოგაცნით ესე იგი პირველი არის ეროსი ნებითი მიზიდულობითი სიყვარულის სხეულებრივი ან ემოციური მიზიდულობის წმინდა მამებთან ხშირად ასოცირდება დავმორჩილობის ვნებასთან თუ არ განიწმინდა წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს რომ ეროსი შეიძლება განიწმინდოს და ღმერთისკენ მიემართოს მაგრამ თავისთავად სიფრთხის შემცვლელიაო ხა მეორე არის სტორგე ესე ბუნებრივი ოჯახური სიყვარული მშობლის შვილის და სიყვარული ნათესაური ბუნებრივი მიდრეკილებას ბუნებრივია და ხო წინა ნოქრიპილი ამბობს რომ ეს სიყვარული ბუნებით გვაქვს მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი ქრისტიანული სიყვარულიო ფილია არის მეგობრული სიყვარული ერთ პატივისცემა და მსგავსებაზე დაფუძნებული არისტოტელეს და ფილოსოფიურია ხოლო მამებთან კეთილგონივრული მეგობრობა მაგრამ მაინც შერჩევითია და მე არის უკვე აღაპე სრულყოფილი მსხვერპლოვანი ღვთაებრივი სიყვარული ეს არის ქრისტიანული სიყვარულის მწვერვალი ღმერთი სიყვარულია არ არის აღაბე წმინდა მამების მიხედვით ხო რა არის აღაბე წმინდა მამების მიხედვით წმინდა მაქსიმე აღსარებელი ხო აღაბე არის სულის მდგომარეობა როცა ადამიანს არავის ანიჭებს უპირატესობას არამედ ყველას ერთნაირად შეიყვარებს აღაბე არის ეს არის მცირე ემოცია ხო წამით ბოდიში ემოცია რა აგაბე არ არის ემოცია არ არის სიმპათია ნება თავგაწივრა ჭეშმარიტება წმინდა ისაკასული სიყვარული არის ის მდგომარეობა როცა გული წვავს მთელი ქმნილებისთვის ადამიანებისთვის მტრებისთვის ეშმაკებისთვის აგაბე აღწევს ისეთ დონეს სადაც ადამიანი არ პასუხობს ბოროტებას ბოროტებით არ ასამართლებს არამედ ლოცულობს ყველასთვის წმინდა იოანე კიბის სამღწერელი სიყვარული არის ღმერთთან მსგავსება რამდენადაც ეს ადამიანს გზავნილს აღაბე ღმერთის მსგავსება აღაბე და მტრის სიყვარული აქ არ არის ქრისტიანობის რადიკალურობა ქრისტე გიყვარდეთ მტერნი თქვენი წმინდა იოანე ოქროპირი მტრის სიყვარული არის ნიშანი იმისა რომ ადამიანი აღარ ცხოვრობს ბუნებით არამედ მადლით აი ზოგს რომ აგონია რომ აი დააშავეს და ჩაჯოჯოხდეს და აი მოვაშენი დრო და აი განიწმინდება იმის ახლა გამახსენდა განიწმინდოს ეკლესიები და რაღაც იქნებ განწმენდა ჩემი თითქოს უფალი რა ვიცი ყოველთვის სხვისკენ ისე იგი თითებს იშვეს და არ შეიძლება ყველა თავის თავს მიხედოს სხვის ცოდას მეტი არ მოკითხავს ჩვენ ცოდას მოკითხავს რა ვიცი რატო ესე სამწუხარო რეალურია რა ვიცი რა ვიცი ბანკიდან მე რა თუ გამახსენდა რაც გადაგავლე და მე რა შეიძლება მე გავაგზავნოთ არ მინდა ხა გამეღალეთ აი ასე რომ შეიძლება ასე რომ მიულოცოთ დღევანდელი დღეს საეკლესიო არ არის მაგრამ 14-ში უფრო მეტად აღნიშნოთ იმიტომ რომ წინადაცვედა და სხვათა შორის როცა ახლა ბიჭი რო დაიბადებოდა თოფის რო გაისურვა ბიჭიაო ახლა ქრისტე დაიბადა და სახელი დაერქვა ახლა ამაზე დიდი რაღა უნდა იყოს ზუსტად ეს ფეერვერკების ყველაფერი ქრისტეს უნდა უკავშირდებოდეს მიხვდით აი ამ კუთხით თუ ზემთ გამოხატა 14-ში ესე იგი ქრისტეს წინადაც დაერქვა იესო სახელი ხო ამაზე ბედნიერება რაღა უნდა იყოს არ ვიცი რა ხო რა აბა ყოველ სიყვარულით გაგვეთანხმების დღე რა ყველაფერს საუკეთესო გისურვებთ გაიხარე და მე რა ვიცი ცოტა ხა დავლაგდები რომ მე კიდევ უფრო ნორმალურად დავიწყო საუბარი რომ ნერვულობ მაინც ხა რამდენი ხანი არ მისაუბრია წერა უფრო შემილია და გაიხარეთ შემოძვირთვასებო და ღმერთი იყოს ჩვენთან გაიხარეთ რამას დაგასწროთ უფალმა